სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ ამ წუთებში ნაძალადევში საჯარო სკოლასთან. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ნაწილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს. ნიკა საჯაია მოგვიყვება მეცის მომხდარის ადგილას მუშაობს. დიახ, 32 საჯარო სკოლაში ამ დროისთვის უკვე აღმდგარია საგაკვეთილო პროცესი, თუმცა 5 მოსწავლე გადაყვანილი არის საავადმყოფოში, მათ აღინიშნებათ გაზით ინტოქსიკაცია, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის გართულება არ არის და ისინი იმყოფებიან, ესე ვთქვათ, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე თქვენ ხედავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პირველი ბრიგადა იყო ეს, რომელიც აქ ადგილზე მოვიდა, რამდენიმე სასწრაფო დახმარებამ უკვე დატოვა ტერიტორია და მოახდინეს მათ როგორც საჭიროების სამეფო სკოლის მოსწავლეთა ნაწილის გადაყვანა საავადმყოფოში, ასევე ასე ვთქვათ, ადგილზეც ჩაუტარდათ მათ დახმარება. როგორც ჩვენ გვეუბნებიან და გვაქვს ინფორმაცია, მე-11 კლასის მოსწავლემ გაუშვა სპრეი საგაკვეთილო საკლასო ოთახში, უბრალოდ რა დროსაც შემდგომ უკვე რამდენიმე მოსწავლემ თავი იგრძნო შეუძლოთ, გამოვიდნენ ისინი დერეფანში, დატოვეს კარი ღია და ამის შემდგომ უკვე წიწაკის სპრეი, ასე ვთქვათ, გავრცელდა იმ სართულზე, ეს არის მესამე სართული და შედეგად რამდენიმე მასწავლებელსა და მოსწავლეს შეექმნა უკვე ჯანმრთელობის პრობლემა და საჭირო გახდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. როგორც სკოლის დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, თავად მოსწავლემ აღიარა, ვინც გაუშვა წიწაკის სპრეი, თუმცა როგორც მან განმარტა, როგორც გვეუბნებიან, არ იცოდა ის შედეგი, რომელიც შესაძლოა რომ მოყოლოდა ყოველივე ამას. ადგილზე ახლად სკოლაში და ტერიტორიაზე მუშაობენ სამართალდამცველები, ასევე იმყოფებიან ექიმები. საგაკვეთილო პროცესი მშობელთა ნაწილი გვეუბნება, რომ ესე ვთქვათ, დაბალ კლასებში გაჩერდა და მათ გამოიყვანეთ სკოლის მოსწავლეები შენობიდან, თუმცა რამდენიმე წუთის წინ, როგორც 32 საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა, უკვე განახლებულია სასწავლო პროცესი და სკოლა ელოდება მეორე წლის მოსწავლეებს. Რაფერი არ ვიცი, აი საერთოდ არ ვიცი, რო ვიცოდე რამე გეტყოდით და მოვედი და მითხრეს, რომ არ ჩატარდება გაკვეთილება. სასწავლო პროცესი ჩატარდება. ხო, აი იმის გამო, რომ ისა ბევრი მოიწამლაო და ეხლა იმ სართულზე გაუშვეს, სადაც ესენი სწავლობდნენ. ეს დაბალ კლასი. კი, მესამე კლასელი, კი. რომელ სართულზე გაუშვეს? მეორე სართულზეო, ესე თქვეს. შეგუთხეს, რომ სპრეი გაუშვეს სკოლაშიო და გამოგვიშვეს. ესენი ამათ არ შეხებიათ უფრო დიდ ბავშვებს რა. და მეტი არაფერი არ. გადაყვანილები არიანო ბავშვები? აი არ ვიცი, მე მაგ დროს რომ მოვედი უკვე მიდიოდნენ სასწრაფო და ნამდვილად არ ვიცი ვინსაც აიყვანეს. აი ნამდვილად არ ვიცი ვერ. ზუნიანი რამეა. მითხრეს რომ სპრეი გაუშვესო წიწაკისო. მეორე გაკვეთილის შემდეგ ერთ-ერთ საკლასო ოთახში, კონკრეტულად ეს არის ასაკობრივი კლასი მე-11 კლასელების, ერთმა მოსწავლემ გაუშვა წიწაკის სპრეი. შემდეგ უკვე ბავშვები გამოვიდნენ ოთახიდან და დერეფანშიც გაიფანტა, რა თქმა უნდა, ეს აირი, გავხსენით ფანჯრები, ის კლასი გავიყვანეთ გარეთ და ბავშვებს, რომელსაც უკვე სუნთქვის პრობლემა შეექმნათ, სასწრაფოდ გამოვიძახეთ სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ბავშვი მოსულები არიან შესაბამისი სტრუქტურებიდან და ბავშვმა ერთმა უკვე აღიარა, რომელმაც გაუშვა და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მსგავსი წიწაკის სპრეის გაშვებას. ასეთი ვითარება თბილისის 32 საჯარო სკოლაში ადგილზე კვლავ მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, ასევე სასწრაფო დახმარების ერთი ჯგუფი არის შენობაში პრევენციის მიზნით უკვე გაჩერებული, 5 მოსწავლე არის გადაყვანილი საავადმყოფოში, როგორც ჩვენ ოფიციალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია, სასწავლო პროცესი არის აღდგენილი და საბედნიეროდ საავადმყოფოში გადაყვანილ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და უახლოეს საათებში მათ უკვე სახლში გაწერენ.